წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, შემოგვიერთდა თემქაზე მდებარე ბიჭვინთის ყოველწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს. წმინდა მეფის სოლომონ მეორის სენებას და ბეთანიელი მამების წმინდა ნაწილების აღმოყვანებას. ძალიან დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა რომ გვესტუმრეთ. მამა დავით სწორედ დღეს მოხსენებულ ქართველ წმინდანთა ცხოვრების შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ და სოლომონ სამშობლოსათვის თავდადებული მეფის სოლომონ მეორის ცხოვრებით რომ დავიწყოთ. მისი ცხოვრება ძალიან მრავალმხრივი, მრავალფეროვანი და ბევრი არის სასაუბრო, მაგრამ აი თქვენ მინდა რომ გთხოვოთ რომ ძირითადი აქცენტები გააკეთოთ და რა იყო ის მთავარი რის გამოც მართლმადიდებელმა ეკლესიამ შერაცხა წმინდანად. დიახ, ნამდვილად ეს არის გამორჩეული მეფე, ის გახლდათ იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ძმის შვილი და დაიბადა 1772 წელს. მისი დედა გახლდათ ელენე ერეკლე მეორის ქართლ-კახეთის მეფის ასული და მისი ყრმობა მან გაატარა დედულეთში პაპის კარზე იზრდებოდა. ისე მოხდა რომ სოლომონ პირველს არ ყავდა ვაჟიშვილი, არ საერთოდ არ ყავდა შვილები და მან მემკვიდრეობით ტახტი უბოძა სოლომონ მეორეს, რომელსაც ერისკაცობაში დავითი ერქვა და ის მემატიანი ამბობს, როგორც დავითი ისე აღიზრდებოდაო სულითო. ისე მოხდა, როდესაც მეფე გარდაიცვალა სოლომონ პირველი, სოლომონ მეორე იყო 12 წლის და დიდებულების ჩარევით, რაღაც არასწორი გზით იქნა არჩეული დავით გიორგის ძე, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია იმერეთში. ამის შემდგომ გიორგის ძემ სახელმწიფო კანონები გამოსცა, რომლითაც ხალხი კიდევ უფრო უკმაყოფილო გახდა და მათხოთში მოხდა ბრძოლა 1790 წელს, სადაც გაიმარჯვა სოლომონ მეორემ და ის იქნა ასული ტახტზე. აღსანიშნავია, რომ მისი მოძღვარი არის ყველასათვის ცნობილი ღირსი ილარიონ ყანჩაველი, რომელიც მას არ განშურებია ფაქტიურად შეიძლება ითქვას და ყოველი გადაწყვეტილება, რასაც სოლომონ მეორე ღებულობდა, რა თქმა უნდა, სულიერ მოძღვართან ერთად განახორციელებდა ამას. მას მეუღლედ ყავდა გრიგოლ დადიანის ასული მარიამი, ოდიშის თავრის, ასევე მის სამთავროში შემოდიოდა გურიის სამეფო, ხოლო სამთავრო და ასევე ქართლ-კახეთთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. ის დიდად ზრუნავდა ქვეყნის გაერთიანებისათვის, ბევრს აკეთებდა და აღსანიშნავია, რომ ივერიელთა ტრაქტატი, რომელიც დაიდო, აი მის ესე ვთქვათ, გამეფებას დაემთხვა 1790 წელს, სადაც მთელი ქართველი ერი ახლებურად გააზრებულად ხედავს ქართველთა ერთობას. მე-15 საუკუნის შემდგომ ქვეყანა დაქუცმაცებულია სამთავროებად და ეს დაშლის პროცესის საწინააღმდეგო ღონისძიებები იქნა გატარებული და მთელი ქართველი ერი აღიარებს, რომ ის არის ერთი ერი, ერთი ნათესავი, ერთი სარწმუნოების მატარებელი, ვართ ქართველნი, ვართ ივერიელნი, გვაქვს ერთი ენა ღვთისადიდებელი და აი ესე ერთობით სურთ ქართველებს, რათა განაგრძონ სახელმწიფოებრივი არსებობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მოგვისწრებს აი ეს ისტორიული ეპოქა, როდესაც ქართლ-კახეთი რუსეთმა შემოიერთა. იქამდე უნდა ითქვას, რომ სოლომონ მეფე ძალიან ზრუნავდა ეკლესია-მონასტრებზე. იერუსალიმის ეკლესიებს მან მამულები გადასცა იმერეთში. ასევე ძალიან საინტერესო გახლავთ, რომ ბიჭვინთის კათალიკოსი უკვე გელათში მოღვაწეობს ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო და ეს სიგელი განუახლა ბიჭვინთის ეკლესიას სოლომონ მეორემ და ყოველმხრივ ცდილობს, რომ რუსეთმა ესე ვთქვათ არ დაიპყროს მისი სამეფო. მაგრამ ამას ვერ ახერხებს და უკვე 1810 წელს იმდენად დიდი იყო ძალა მასშტაბური, რომ ალექსანდრე პირველმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც მეფე იქნა უკანონოდ განთავისუფლებული სამეფო ტახტიდან. ის მოტყუები თბილისში ჩამოიყვანეს, მერე დააპატიმრეს, მაგრამ მეფე ახერხებს გაქცევას უკვე ახალციხეში, ახალციხის საფაშოში აფარებს თავს და იქიდან ფიქრობს, რომ თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს განთავისუფლებისათვის, მაგრამ ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, საქართველოს განთავისუფლება. ტრაბზონში აღესრულება 1815 წელს და დაკრძალული არის ბერძნულ ეკლესიაში. ქართველმა ერმა მას დაუფასა მისი ღვაწლი, რადგანაც
გამორჩეული სიწმინდით მცხოვრები ადამიანი იყო, იღვწოდა სახელმწიფოს გაერთიანებისათვის, ასევე მლოცველი ადამიანი გახდა და 2005 წლის 27 ივლისს ეკლესია მის შერაცხა წმინდანად, იქამდე კიდე მისი ნაწილები იქნა გადმობრძანებული გელათში და გელათის ტაძარში იქნა დასვენებული. აი ეს არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად დღეს არის აი ბეთანიელი მამების ხსენების დღე, რომელსაც სახელსაც უკავშირდება ბეთანიაში სამონასტრო ცხოვრების თავიდან აღორძინება და განახლება და მათი წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს აღნიშნავს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. როგორ შეუდგნენ ისინი ქრისტეს გზას? მართლაც ეს გასაოცარი ისტორია არის და რომ შეგვახსენოთ. კი, ძალიან მართლაც რომ მარტო ელისაბედ ამ ღირსი მამების ოდენ სურათის დანახვაც კი ადამიანს არისტოკრატული და ისეთი ღვთივსულიერი სახეები აქვს. დიახ, აი მარტო მათი სახეების ყურება კი გაგმაყოფილებს ადამიანს და რომც არ წაიკითხო ცხოვრება ხვდები რომ ეს რაღაც გამორჩეული მამები არიან ნამდვილად და იმ ძალიან მძიმე დევნის პერიოდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განგებულებით ისე ხდებოდა რომ მათ გარშემო უამრავი ადამიანი მოწამეობრივად აღესრულა. თავადაც ამხსარებელნი არიან, ბევრჯერ ესე ვთქვათ, დატყვევებულნი, ტყვიანასროლი, გადარჩენილნი ესე ვთქვათ და ორივეს ერთად ესროლეს, ხო? დიახ, ესროლეს, ორივეს ესროლეს, ცალ-ცალკე ესროლეს, მაგრამ ორივე არის გადარჩენილი არის, დიახ, აი ამ საშინელ დევნის პერიოდს და ამავდროულად უნდა აღინიშნოს ერთი საოცარი გარემოება, რომ აი ამ დევნის პერიოდში მათ ყავდათ მიუხედავად ყველაფრისა სახელმწიფოში მფარველები. ეს საიდან ჩანს რომ ისინი გაფორმებულნი იყვნენ როგორც დარაჯები. ამ მონასტერში. მონასტერი არ ფუნქციონირებდა ოფიციალურად და ისინი იყვნენ დარაჯებად გაფორმებულნი და მაგრამ შიდა ცხოვრების წესი იყო მთლიანად მონასტრული. მეტიც თბილისში ვისაც სურდა მოინათლა ბავშვი, ჯვარი დაეწერა, რადგანაც ეს კომკავშირლებული ქსელი ყველგან დადიოდა ესე ვთქვათ ეს აგენტურული ქსელი ყველგან აკვირდებოდა რომ ვინმე არ მისულიყო ტაძარში დაუშვათ სიონში ან დიდუბის ტაძარში არა აი მთელი თბილისი ინათლებოდა იმ დროს ბეთანიის მამათა მონასტერში და ეს მამები ნათობნი აღასრულებდნენ ამ მსახურებას და თვითმხილველნი რა თქმა უნდა დღესამომდე არიან ვინც ამ ღირსშესანიშნავ მამებს იცნობდნენ გამორჩეული სიწმინდით ცხოვრებებს და მათ ახსენდებათ მათი განსაკუთრებული სითბო, მათი განსაკუთრებული მზრუნველობა. მიხაპაპა, ხო 96 წლის რომელიც უშუალოდ ჩანაწერები კი შეესწრო, ჩანაწერები არსებობს და ეს არის იმდენად წასაკითხად სასიამოვნო და სულისათვის სასარგებლო, რომ მკითხველი, როდესაც ამას წაიკითხავს, ძალიან ბევრ რამეს სასიამოვნოს და სულისათვის სასარგებლოს ამოიკითხავს. უნდა ვთქვათ, რომ საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ ერთხელ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, როდესაც გახდა სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი ეწვია მამებს და მამა იოანესგან, როდესაც აიღო ლოცვა კურთხევა, მან იკითხა თუ ვინ ბრძანდებოდა ის და როდესაც უთხრა მისმა უწმინდესობამ, რომ ის გახდათ სასულიერო სემინარიის სტუდენტი, ეს მისთვის იყო ერთგვარი, ასე ვთქვათ, გასაოცარი ამბავი და სიხარულისაგან უტირია მამა იოანეს და უთქვამს, რომ ნუ თუ ესეაო დღეს კიდე ქვეყანაზეო, რომ ახალგაზრდებიო სასულიერო გზაზე არიანო, ირჩევენო და მათი წუხილი იყო ორივესი ძალიან დიდი, რომ როდესაც ისინი აღესრულებოდნენ, ვინ დარჩებოდა მონასტერში. და ეს განსაკუთრებულად მამა გიორგისას თურმე აწუხებდა. ხშირად ავადმყოფობდა. კი, მამა გიორგი მხეიძე ძალიან ხშირად ავადმყოფობდა, იყო სუსტი, ეს ვთქვათ, ააკეთებდა დასასუფთავებელ სამუშაოებს, ფუტკრებს სული და ხოლო მამა იოანე მაისურაძე ცხინვალში დაბადებული ადამიანი გახდათ და ის განსაკუთრებულად ფიზიკურადაც ძლიერი იყო და აი ფიზიკურ სამუშაოებს უკვე ის აღასრულებდა. მათ ძალიან დიდი გზა გამოიარეს ეს ძალიან დიდი დევნა და საინტერესო გახლავთ რომ მიუხედავად ამისა ძალიან ესე იგი თვით ხელისუფლებაშიც კი პირველი პირები მოდიოდნენ მათგან და ეუბნებოდნენ რომ აი ჩვენ მზად ვართ თქვენ გვერდით ვიყოთ. მიუხედავად აი ბოდის ვიხდი მამა და აი მამა გაბრიელის არცარების საალოსის ფოტო იყო ახლა და ბუნებრივია როდესაც საუბრობთ ბეთანიელ მამებზე უნდა გავიხსენოთ მამა გაბრიელი, იმიტომ რომ სწორედ მანი წინასწარმეტყველა რომ მოხდებოდა საფლავის გახსნა და წმინდა ნაწილთა აღმოყვანება. ეხლა ჩვენ უნდა ვთქვათ რომ მრავალ სიკეთეთა შორის რაც დაგვიტოვეს მამებმა ბეთანიელებმა ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ მათ
თავიანთი აი სრული გამოცდილება სულიერი მთლიანად მამა გაბრიელში ესე ვთქვათ ჩადეს და აღვიზარდეს ეს უდიდესი მოღვაწე ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელ სალოსი, რომელმაც ესე ვთქვათ ის ძველი მამების დანატოვარი ჩვენამდე მოიტანა. თუ რა სურდა მათ ეს სრულად გვითხრეს და რა თქმა უნდა ეს აღსანიშნავია, როდესაც მამა გაბრიელი მივიდა ბეთანიის მონასტერში და მამებმა დაიწყეს მისი აღზრდა, მის მასზე ზრუნვა და მასში დაინახეს დიდი შემდგომში მოღვაწე ადამიანი და ძალიან საინტერესო არის ეს ყოველივე და ჩვენ 80-იან 90-იან წლებში მოსულ ქართველ მრევლს გვქონდა ბედნიერება რომ გვეხილა მამა გაბრიელი და მისგან გაგვეგო თუ რაოდენ დიდი მოღვაწენი იყვნენ ეს მამები და რას ეუნებოდნენ ისინი, რადგანაც ძალიან საინტერესო ელისაბედ რომ ისინი ხომ მარტო თავისას არ ეუნებოდნენ, ისინი ძველი ქართველი მამების ეს უკვე გამოდის მე-19 საუკუნის ესე ვთქვათ ნამოღვაწარ მამების გამოცდილებას ეუნებოდნენ და ეს არის ზუსტად ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც მოდის გამოცდილება ბერმონაზნული და აღსანიშნავია რომ დღეს დაემთხვა აი სოლომონ მეფის სენება და მამების აღმოყვანება და უნდა ვთქვათ რომ მამა გაბრიელს ჰქონდა ესეთი გასაოცარი რამ რომ ის ამბობდა რომ საქართველოში უნდა აღდგეს სამეფო. მე მინდა წინასწარმეტყველება ბავშვი ვიყავი და აი მცირეწლოვანი ვიყავი, როდესაც მამა გაბრიელთან მქონდა ურთიერთობა და ერთხელ მითხრა რომ დავით შენო რასაკეთებ იმისათვის რომ საქართველოს მეფე ყავდესო ესეთი რამ აქვს ჩემთვის ნათქვამი. სოხუმიდან ვარ ახლა ჩამოსული და დაპასუხი გაეცი. ვერაფერი ვერ გავეცი, იმიტომ რომ ყელსაბამი ახალი მოხსნელი მქონდა და კომკავშირელის ხელსაბამი. ხო, არა, პიონერის ყელსაბამი. აი რას მომიცით რომ აი იმდენად ეს შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის რომ საერთოდ არ მახსოვდა მეფე რა მეფე რომელი მეფე ეს ბაგრატიონები საერთოდ არც კი მახსოვდა რომ ბაგრატიონები იყვნენ ქართველი მეფეები და თუ არსებობდნენ მათი არსებობა შესახებ საერთოდ აი წარმოდგენა არ მქონდა და ესეთი დიდი კითხვებით რაღაც ჩაფიქრებული წავიდა მე ვიკითხე რომ გამახსენდა ბუნებრივია გადავშალი ისტორიის სიგნალის ბაგრატიონები რა თქმა უნდა გამახსენდა რომ მახსოვდა მაგრამ იმ წუთას რაღაც დავიბენი იმდენად ის იყო ჩემთვის უცხო ეს ყოველივე და აი დღეს ამის მომსწრენი ვარ, როდესაც პატრიარქს სურს რომ აღდგეს სამეფო და ზუსტად აი ამ ფორმულირებით რაღაცაც ბრძანებს მისი უწმინდესობა რომ მეფე მეფობს და არ მართავს ქვეყანას. ანუ ის არის სულიერი ლიდერი, დიახ, სიწმინდის, ერის გაჯანსაღების, ერის გამრავლების, ტრადიციების შენარჩუნების, თვითყოფადობის, იდენტობის სახეა და მე მეტიც მინდა გითხრათ რომ ქართულ მეფობაში არის ძალიან საინტერესო ტიტულატურა, ის იწოდება მეფე აფხაზთა. ეს არის ზუსტად რომ როდესაც ბაგრატიონები იყვნენ, მაშინ ჩვენ ფლობდით აფხაზეთს და აფხაზები ხედავდნენ მათ წინაპარს ქართველთა მეფეში ყოველთვის. ამავდროულად ქართველთა მეფობაში გაერთიანებული არის ოსური შტო. ის ბაგრატიონები იყვნენ, მაგრამ ოსების, ესე ვთქვათ, ერთობა ჩვენთან ბაგრატიონების დროს ეს იყო ყველაფერი კარგად დალაგებული ეს საკითხი და ალბათ უნდა აღდგეს ეს სამეფო. ის ზოგს გონია ელისაბედ რომ ახლა ბატონყმობად გებაო. რა თქმა უნდა, კონსტიტუციით ყველა ადამიანი თავადაზნაურია. დღეს რა თქმა უნდა, ამაზე ეს ღიბილის მომგვრელია რომ ზოგს გონია რომ ახლა აღდგება ბატონობა, გლეხობა. რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა, სულ სხვა ფორმით არის, ზუსტად ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო, გაერთიანებული ბრიტანეთის სახელმწიფო, რომლის სამეფოში შედის სხვადასხვა ქვეყნები, ჩვენ ვიცით და მეტიც მთელი წყნარი ოკეანის თევზი ბრიტანეთის დედოფლის კუთვნილებად ითვლება. ეს არის სიამაყე, რა თქმა უნდა, ინგლისელებისათვის და აი ამ სამეფოში ერთიანდება ძალიან დიდი ტერიტორიები, რა თქმა უნდა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, ამაზე. ერს ნამდვილად ჭირდება თავი. დიახ, მით უმეტეს რომ ჩვენით არ გაგვიუქმებია მეფე და გაგვიუქმეს. ანუ ეს ნიშნავს რომ ისტორიული სამართლიანობა აღსადგენია. დიახ, და ეს თან აღსანიშნავია ალბათ ელისაბედ რომ მამა გაბრიელს თავისით არ ქონდა ეს. მას მამებმა უთხრეს ეს. და ჩვენ ძველ საინტერესო ის გახლავთ ამავდროულად რომ გიორგი მხეიძე ერისკაცობაში გახლდათ პირადი მდივანი ილია ჭავჭავაძის. დიახ. ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან ღრმად მოაზროვნე პოლიტიკური მოღვაწე იყო, რო გაეგრძელებინა, რა თქმა უნდა, ის თავის რაღაც გზას იპოვნიდა, პოლიტიკურ გზას, მაგრამ მან აირჩია ეს სულიერი ცხოვრების გზა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამა იონე 17 წელი მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე, იონე ღვთისმეტყველის მონასტერში, რომელიც იყო გახსნილი ივერთა ლავრის გვერდით
და შემდგომ ჩვენ ვიცით რომ სამწუხარე მოვლენების გამო ქართული ბერმონაზნობა იქნა გამოდევნილი ათონისტიდან და მთელი ცხოვრება თურმე აი მამა იოანე ამას გულისტკივილით იხსენიებდა და ძალიან უყვარდა ათონი, რა თქმა უნდა და აღსანიშნავია ის რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ღვთისმშობლის წილხდომილობაზე ძალიან საინტერესო გახლავთ რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პირველი გამორჩეული ქვეყანა და ეს ბუნებრივია რომ ეს არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ სახელით ნათქვამი გამორჩევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზრუნვის ადგილი არის საქართველო განსაკუთრებული როგორც ათონის და კიევის პეჩორის მონასტერი და დივეევოს ლავრა ეს სამი სამონასტრო კომპლექსი და სახელმწიფოებრივად საქართველო და ეს ჩვენ რა თქმა უნდა გვალდებულებს რომ მეტი პასუხისგებლობით ვიყოთ სარწმუნოებრის მიმართ ვიყოთ ვიმოღვაწეოთ აი ახლა ძალიან საინტერესო გახლავთ რომ მოდის დიდი მარხვა სულის ზეიმი არის დიდი მარხვა რა თქმა უნდა სულისათვის არის ესე ვთქვათ დიდი კურნების დრო ხდება და როდესაც ეკლესია ჩვენ გვთავაზობს სინანულს ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ აი ამას ხალისით უნდა რა თქმა უნდა შევეგებოთ ცოდვისაგან დამძიმებულნი განვისპეტაკოთ სულები აი თუნდაც რომ დღეს ესე მრავლად არის ნერვოზული დაავადებები, რომელსაც აი პირდაპირ ხშირი ახსარება ჭირდება ნამდვილად. ეს არის პირველი, აი მამებს უწერიათ წმინდა მამებს, რომ თუ კი ადამიანს აქვს აი ეს ნერვოზული მდგომარეობა, სულიერი აშლილობა, მან ძალიან ხშირად უნდა თქვას ახსარება, რადგანაც ახსარება სულს კურნავს, სულს ასპეტაკებს. აი რო წარმოვიდგინოთ პირობითად ჭუჭყიანი ხელი, რომელიც აი მთელი დღის ნამუშევარი მიწასთან, აი ეს რო გაირეცხე, გავრეცხებანავებთ, საყნით აი ესევე სუფთავდება და განსპეტაკდება, რა თქმა უნდა, ჩვენი სული, რომელიც ესე ვთქვათ, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ხორცზე და ჩვენს არსებობაზე ბუნებრივია და მადლით უნდა აივსოს ადამიანმა, უნდა მოვიდეს წირვალოცვაზე, დადგეს მსახურებაზე, უფალი ბრძანებს რომ 6 დღე იშრომე და მე-7 დღე მე მემსახურე შვილო და ეს მე-7 დღე რატომ უნდა მემსახურო შენ ღმერთო? იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ მე დამლოცოს, მომანიჭოს მე მადლი სულისაწმინდისა და მიკურთხოს ჩემი გაკეთებული საქმენი. და მომავალი კვირისათვის ძალა მომცეს, რათა მე აი ამას გავუძლო და აი ეს გვაკლია ჩვენ, მადლი გვაკლია სულისაწმინდისა. ჩვენ წინაპრებთან შედარებით ჩვენ ბევრად კომფორტულად და ბევრად მდიდრულად ცხოვრობთ. დღეს ცხოვრება გაიოლებულია, საოცრად გაიოლებულია და გაადვილებულია ადამიანისათვის ცხოვრება და მიუხედავად ამისა, რაღაც ადამიანს სულ გონია რომ აკლია და აი გვაკლია მადლი სულისაწმინდისა და ეს მადლი ჩვენ გვიბრუნებს ბავშვობას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხვდებით როგორც ბავშვები ისე ხალისიანი, ბედნიერნი და ცხოვრება ჩვენთვის ხდება საამური. აი ხშირად ოჯახში, როდესაც გვაქვს განსაცდელი, აი რაღაც მცირე განსაცდელია, აი ბავშვები მაინც ხალისიანად არიან. აი როდესაც შეხვალ სახში ყველაფერი გავიწყდება. ეს და რატო? იმიტომ რომ მათ აქვთ აი ღვთისაგან ბოძებული სიხარული, მათ აქვთ ღვთისაგან ბოძებული ბედნიერება, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაქვს და იმიტომ არ გვაქვს, რომ ჩვენ ის ღვთის საჩუქარია, რომელსაც მე ჩვენ დიდობაში ვკარგავთ და საჭიროა მუდმივი განახლება სულიწმინდის მადლისა, რომელიც აი ამ სიხარულს დაგვიბრუნებს და რა თქმა უნდა, აი ამისკენ უნდა ვიღწოდეთ საყვარელნო და თავი უნდა გადავირჩინოთ აი ამ ბოლო ჟამს, რომელიც ესეთი, ესე ვთქვათ, დევნა პირდაპირ დევნა არის დაწყებული, ესე შეიძლება ითქვას, რადგანაც პატრიარქი ჩვენი არის მოთავე ქართულ-აფხაზური შერიგებისა, ის არის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დაწყებულია დიდი შემორიგება და ამას ყველა ხედავს. თქვენ იცით რომ საქართველოში ჩამოდიან აფხაზები, დანარჩენ საქართველოში, თბილისში ჩამოდიან, კურნალობენ, ისინი ხშირად სტუმრობენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ხდებიან საქართველოს მოქალაქეები და მიუხედავად ოკუპაციისა, რაც ხდება დღეს, ესეთი ძალიან დიდი წნეხია აფხაზეთში, ჩვენი აფხაზი ძმები და დები ახერხებენ იმის თქმას, რომ ქართველი არ არის მტერი. აი ეს ცნობიერება მათში სწორმა სახელმწიფო მიდგომამ და ეკლესიის სწორმა მოღვაწეობამ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათის განმავლობაში 27 წელია დილიდან საღამომდე აფხაზეთის ტელევიზიით
მიდის პროპაგანდა, რომ აი ქართველი ესეთია, ესე ვთქვათ, ის ცილის წამებლური კამპანია მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, აფხაზი ახერხებს დღეს თქმას იმისა სოხუმში, რომ ქართველი არ არის ჩემი მტერი და მე უნდა მოვახერხო მასთან პოლიტიკური დიალოგი გადავდო და ეკონომიკური, ესე ვთქვათ, კულტურული ურთიერთობები აღვადგინო და ეს ძალიან საინტერესოა. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე არის, ესე ვთქვათ, ყველაზე მძიმე და ესე ვთქვათ, დასაფიქრებელი არის შობადობის პრობლემა, ხო? დემოგრაფიული პრობლემა. ვინ ზრუნავს ამ დემოგრაფიულ პრობლემას? საერთოდ ვინმე ლაპარაკობს ამის შესახებ? მხოლოდ პატრიარქი და მხოლოდ ეკლესია. ეკლესია, რომ მე გახდით ახლა მის. პატრიარქის ინიციატივის შედეგად რამდენი ბავშვი გაჩნდა, დაიბადა. ესეთი ვიყავი ნათლობა, სადაც არის ალბათ ყველანი ვართ ნამყოფი მთელი საქართველოს უკვე, სადაც არის პატრიარქის ნათლულების, ესე ვთქვათ, ოთახი და იქ დაფაზე იყო ესეთი სიყვარული გადაგვარჩენს და ქვემოთ წერია, რომ 40793 ბავშვი. ეს არის საოცრება, რომ ამდენი ნათლული ყავს მის უწმინდესობას. ეს არის ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი. მაგრამ აქ მარტო ამდენი არ არის, ბევრად მეტი არის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ერთხელ რომ მოანათლებს, მეორედ რომ მოანათლებს, მე ვერ კადნიერდება, კიდე მოანათლებს უწმინდეს, ერიდება რაღაცნაირად, აი შიში გაქვს, წოლა გაქვს პატრიარქის მიმართ და ფიქრობ რომ აი რაღაცნაირად ხო არ თავი ხო არ შევიკაო და გარდა ამისა, ჩვენ რა მონაცემი გვაქვს ელისაბედ, რომ 1/4-ს ყავს 3 და მეტი ბავშვი. ხოლო დანარჩენს ყავს 1 და 2 ბავშვი და ის მეორეც უნდა გააჩინოს ადამიანმა და აი ამ ეროვნულ საქმეს და ჩვენში ეროვნული ცნობიერების ესე ვთქვათ სისავსეს ინარჩუნებს ეკლესია. აი მაგიტო არის რომ დღეს ეკლესიაზე არის ასეთი ბრძოლა გამოცხადებული. დიახ, წნეხია ამხელა და ჩვენ ეს ძმებო და დებო საყვარელო ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ. ეს არის ჩვენი ციხესიმაგრე, ჩვენი გადარჩენის ადგილი და არ უნდათ რომ ადამიანები ნოეს კიდობანში შევიდნენ. აი ეს არის მთელი ბრძოლა დღეს და ეს ყველამ კარგად უნდა და თქვენ ისაუბრეთ მამა დავით აღსარების განწმენდის მნიშვნელობაზე და სწორედ ის პერიოდია, როდესაც ეკლესია განსაკუთრებით მოგვიწოდებს ამისკენ, ცოტა დრო რჩება დიდი და წმინდა მარხვის დაწყებამდე და აი უძღებიშვილის კვირაში ვიმყოფებით, რასაც ყველიერის კვირა მოსდევს, შემდეგ საშინელის სამსჯავროს ხსენება და უკვე იწყება დიდი და წმინდა მარხვა და გვამზადებს ეკლესია მარხვის დასაწყებად სულიერად ფიზიკურადაც, თუნდაც აი იქიდან გამომდინარე რომ თქვათ ხორცის შემდეგ უკვე ყველიერზე გადავდივართ ხორცის მიღების შემდეგ და უფრო ადვილი რომ გახდეს ალბათ ჩვენთვის. ელიზაბეთ, არა მარტო ადვილი, მოდით ესე ვთქვათ, რომ ევროპაში არის მოძრაობა, რომელსაც ვეგენა ეწოდება, ვეგეტარიანელობაზე მაღლა, საერთოდ მცენარეულს ღებულობენ, დაცინიან ვეგეტარიანელებს, რომელიც რძისა და კვერცხის პროდუქტებს მიიღებენ, ისინი ხორცს არ ჭამენ. და რატო აკეთებენ? იცით, ამას აქვს რაღაც საინტერესო მხარე, რომ მცენარეული საკვები კურნავს ადამიანს. ნებისმიერ მცენარეს აქვს უამრავი დაავადების კურნების, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა და ბუნებრივია ჩვენ ნახევარი წელიწადი ვმარხულობთ, ნახევარი გვაქვს ხსნილი. ამიტომ საყვარელო ეს არის კურნების გაჯანსაღების, ჯანმრთელობის საუკეთესო საშუალება და ამიტომ არა მარტო სულისა, არამედ ხორცისა, ამიტომ ვიმარხულოთ აუცილებლად და მარხვა სინანულისა გქონდეს და აღდგომა სიხარულისა. ძალიან დიდი მადლობა, დაგლოცეთ მამა დავით. მერტმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს. შევახსენებთ მაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თემქაზე მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია.